მე ჩემს ერთ წუთს უთმობ დიასახლის, მასწავლებელს, დალაგს, მძღოლს, პატარა ბავშვს, მოხუცს, ექიმს, წერას, მეზობელს და ყველა კეთილის ჩამდენ ადამიანს. შენ გაქვს ერთი წუთი, რაც გინდა ის თქვი. შეყვარებული ხარ თუ გულნათქენი, მარტოსული ხარ თუ გახარებული. ჩაატე ამ ერთ წუთში თქვი. ჩემი საქმიანობა სამსახურში არის ცოტა ასე ვთქვათ რობოტული სამუშაო რა ეს კომპიუტერების სისტემები და ასე შემდეგ რა დავდივარ ბასეინზე ვარჯიშობ მე მაგაცებს ვნახულობ მიყვარს ზალევა საღამოობით წყალს მიაქვს სხვათა შორის ბევრი უარყოფითი ენერგია მე გავიზარდე ხელოვანების ოჯახში ბაბუა ჩემი იყო ბიძინა კვერნაძე კომპოზიტორი მამა ჩემიც ასევე ხელოვანია და არის მხატვარი მეც რაღაცეებში გამოვყანიჭი რა პატარ-პატარა ლექსებსაც წერი. ისე თავის დროზე ბიძინა მითხრა გაქოს მენა, მაგრამ ვერ მოვაბე რაღაც მაგს ბევრს. მუსაშვილის ვანომერი იყო, სადაც ხოვრობენ კომპოზიტორები. ბიძინა ბაბუა ჩემი, შოთა მილორავა, სულხან ცინცაძე, რეზო ლაღიძე და კიდევ სხვები. მის ხელოვნებას თავი რო დავანებოთ, პირველ რიგში კარგი ადამიანი იყო ბიძინა რა. მე ადამიანი არ მინახია, რომ ცუდი ეთქვა რამე ბიძინას და ყველა ძალიან უყვარს რა. თავდაპირველად რეზო ლაღიძე ცხოვრობდა მეოთხე სართულზე, ხოლო ბიძინა მეორეზე. აი ბოლო პერიოდში რეზოს დაავადების გამო უჭირდა კიბერებზე სიარული. და სწორედ ამიტომ ბიძინამ და რეზომ გადაწყვიტეს გაეცვალათ ბინები. და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემ ოთახში არა მარტო ბიძინას, არამედ რეზო ლაღიძის ბევრი მუსიკალური შედევრია დაწერილი. დღეს სამწუხაროდ დეფიციტია ეგეთი ურთიერთობების და ეგეთი ხალხის. მე მინდა რომ შევინარჩუნო ჩვენს ყველაფერს.